მივესალმები მაყურებელს. ადამიანმა პირველ რიგში თავის თავს უნდა დაუსვას შეკითხვა, რა უნდა? არ გამომსვლია, ვერ მივხვდი რა არის, რას ვაკეთებ და უცბად თავი დამინებებია. ადამიანი მოვიდა დაიწყო ვარჯიში, მაგრამ ვერ აგრძელებს. წყვეტ, ზუსტად ერთი და იგივე ემოცია აქვს მას. შენ ქვეცნობიერს უნდა შეჯეროდეს, რომ შენ შეგიძლია რეალობას გაუსწორო თვალი. არა, ზოგი, შენ რას აპარაკო ვაფშე არაფერი არ არის მარტივი. მე მგონი რომ ყოველთვის მაგის გამოსაცდელად არ ხარ მზად. ზოგი, შენ ხარ გურუ. მე მინდა გავიცნო ჩემი თავი. გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ოქტოპუს პოდკასტიდან. ჩვენ საუბრობთ ზოგადად საერთოდ ყველაფერზე, სხეულზე, გონებაზე, შთაგონებაზე და რეალურ ცხოვრებაზე. ყველაზე მთავარია, რომ გამოგვიწეროთ Spotify-ზე და YouTube-ზე, რათა არ გამოგრჩეთ არც ერთი ჩვენი ეპიზოდი. გამარჯობა მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი პოდკასტის სტუმარი არის ზურა ყაზიშვილი, იოგას ინსტრუქტორი და ოქტოპუსის დიდი ოჯახის წევრი. ზურა, როგორც მოგეხსენებათ, ოქტოპუსი არის ალბათ გახსნიდან მოყოლებული და შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ ოქტოპუსი არის იოგას განვითარებელი? კი, ნამდვილად განმავითარებელი. მოგესალმებით, კიო დავით. მივესალმები მაყურებელს. მართლაც დიდი ხანია ოქტოპუსში ვარ და ეს სულ მცირე იმაზე მეტყოლებს, რომ მაინტერესებს აქ ყოფნა. აზარტულია ჩემთვის ის ამბავი, რომ სულ რაღაც სულელებები გვაქვს და თუნდაც ის, რომ ეს ჩვენი ახალი პროექტი, ოქტოპუს პოდკასტი, არის ესეთი ერთ-ერთი ახალი პროექტი და რა ვიცი, მიულოცავ ოქტოპუსს, გისურვებ წარმატებებს, რომ ეს პროექტი იყოს უფრო და უფრო საინტერესო. ჩვენი დღევანდელი თემა პოდკასტის ზუსტად ეგ იქნება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის იოგა და რამდენად მნიშვნელოვანი არის როგორც სიტყვაზე ფიზიკური განვითარება, ასევე გონებრივი განვითარება და მაგაში ამას აბსოლუტურად აი ზური გაგვეხმარება მაგის ახსნაში და მაგის სწორად გადმოცემაში, თუ რა არის რეალურად იოგა. აი რაც ნელა მარტივით რო დავიწყოთ რა. მარტივი კი პასუხები ამაზე არ არის რა. ზოგადად ადამიანს რო ეუბნები დღეს, რომ აი ეს რაღაცა არის საჭირო, ნებისმიერი რამე, ხო? იმდენად ცოტა დრო აქვს ადამიანს ინფორმაციის გადასამოწმებლად, რომ შეიძლება ძალიან მარტივად დაიჯეროს ის, რაც რეკლამაში ესმის ან რეკომენდაციის სახით ესმის მეგობრებისგან, რომ რაღაცა საჭირო არის და საბოლოო ჯამში აღმოაჩენს, რომ რაღაც გადაწყვეტილება მეიღო გაუცნობიერებლად. გინდა იყოს ეს ვარჯიშის დაწყება, გინდა რაღაცა ცხოვრებისეული ან პირადი ბიზნეს და ასე შემდეგ არჩევანი. პრობლემა ვარჯიშის დაწყებისას არ არის, იმიტომ რომ ნებისმიერი ბანალური მიზეზით შეიძლება დაიწყოს და ფანტაზიით შეიძლება დაიწყოს ადამიანმა ვარჯიში და გზა რაღაცნაირად მოხდება ეს კალიბრაცია, რომ აი მიზანი ეს კი არ არის, აი უფრო აი ეს ამისთვის ჯობია ვარჯიში, მაგალითად ჯანმრთელობისთვის და არა შპაგატისთვის, იოგის ამბავში, ხო? მაგრამ არის ცხოვრებაში რაღაც ისეთი საკითხები, რაზეც ჯობია რომ ადამიანმა ჯერ მოიძიოს ინფორმაცია, მერე გადაწყვიტოს უცბად ჩაგირთვები რატო იცი? ეხლა დღევანდელ სოციალურ ქსელში, ბევრი ინფორმაცია შეიძლება მოიძიო ხო ადამიანმა რა, ნებისმიერი სახის ვარჯიში იქნება, ეს იოგა იქნება, ფიტნესი იქნება, სირბილი, გაწელვები და ასე შემდეგ. აუნდა შენგან გვაინტერესებს ზუსტად ეს პასუხი, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ აი სოციალური ქსელებიდან დაიწყოს ადამიანმა თუნდაც ეს იოგის პრაქტიკა, ვიდრე მიხვიდე პროფესიონალთან და იქიდან აიღო რაღაცა გაკვეთილება. მე ვიტყოდი ასე. ადამიანმა პირველ რიგში თავის თავს უნდა დაუსვას შეკითხვა, რა უნდა, რა შედეგის დადება უნდა. თავისი ტიპაჟიდან გამომდინარე, ხო? ვიღაცას მართლა აინტერესებს ჯანმრთელობა, ვიღაცას აინტერესებს თვითშემეცნება, ვიღაცას აინტერესებს ფიზიკური ფორმა, ვიღაცას საკუთარი მებრძოლი და აგრესიული ხასიათის სპორტში გადატანა უნდა. აქედან გამომდინარე თუ რა ტიპაჟია, რა მიზნები აქვს, შესაბამის სფეროს უნდა მიაკითხოს. ვიღაცისთვის იოგა რეკომენდირებული, ვიღაცისთვის ფიტნესი, ვიღაცისთვის კიდე რაღაც საბრძოლო ხელოვნება, ხო? ყველასთვის თანაბრად ერთი და იგივე დისციპლინა ვერ იქნება სასარგებლო, ვერც იოგა, ვერც ფიტნესი და ვერც ვერაფერი. ტიპაჟი ადამიანის და მისი მიზნების სურვილები უნდა იყოს შესაბამისობაში მოყვანილი იმ პრაქტიკასთან, რა პრაქტიკასაც ეტაკება. ხო? აქედან გამომდინარე, რომ თქვათ, რომ ზოგადად ვარჯიში კარგია, ხო? ეს იქნება დაკნინებული გამონათქვამი. ჩემი აზრით, დღეს
ვარჯიში არის აუცილებელი. ვარჯიში არ არის ფუფუნება, ეს არის თანამედროვე ადამიანისთვის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტი. ეს არ არის ის, რომ აი მოვიცლი და მერე ან რამე ვარჯიშება ხალისი ან მაგ და არაფერი. ეს არის აი როგორც დილით ადგე წყალი დალიო ან რაღაც ეგეთი რიტუალური რამე ქმედება კონდეს. ვარჯიში არის ცალსახად საჭირო. თუ ადრე, თუნდაც 50 წლის წინ ასეთი საჭიროება არ იდგა, იმიტომ რომ ადამიანს ჰქონდა უზარმაზარი ფიზიკური დატვირთვა და სულ სხვა ცხოვრებისეული სიტუაცია იყო, ხო? დღეს ასეთი რაღაც არ არის. არადა ჩვენი ევოლუციური თავისებურებებიდან გამომდინარე, რასაც წარმოადგენს ჩვენი ფიზიკური სხეული, ენერგეტიკული თუ მენტალური, ხო? ეს საჭიროებს რაღაც თავისებურ მოპყრობას და ამ მოპყრობაში იგულისხმება ერთ-ერთი ფაქტორი არის ვარჯიში. მეორე ფაქტორი ეს არის დასვენება, მესამე ფაქტორი შეიძლება ითქვას, რომ არის მაგალითად მედიტაცია. დასვენებასაც ცოდნა უნდა. აი ზუსტად შენ თვითონ მიხოდი მაგაზე, აი კითხვა რაც მქონა შემზადებული რა. აი ზორი, ყველაზე მოულოდნელი ან საინტერესო რა ყოფილა მედიტაციისგან, ზოგადად აი რეზულტატი რო ავიღოთ რა. აი ეხა მედიტირება ზოგადად ისეთი საკითხი არის, რომ ბევრჯერ მეც მიცდია მედიტირება ეხა სიმართლე რო ვთქვა რა, მაგრამ რაღაც დონეზე აი არ გამომსვლია, ვერ მივხვდი რა არის, რას ვაკეთებ და უცბად თავი დამინებებია და მithქვია რომ ნუ აი არ არის ხო რა, არ არის რა, უბრალოდ ლაპარაკობენ და საუბრობენ ამაზე რა. უბრალოდ აი გულწრფელად გეუნები ამას, არაფერი იმის გამო, აი ჩემ პრაქტიკაში მქონია რა. მარტო შენი განცდა არ არის ესეთი. ანუ მედიტაციისგან ყველაზე მნიშვნელოვანი აი რა არის რო გითხრა, აი ზოგადად რო აგვიხსნა ეს ფუნდამენტი. ტრადიციულად სანამ პრაქტიკაზე გადავლენ ხოლმე, მედიტაციის პრაქტიკაზე, ხო? მანამდე იღებენ ჯერ სწავლებას. ანუ მასწავლებელი უხსნის რა და როგორ არის მოწყობილი ადამიანის გონება, როგორ მისი ფსიქიკა, რა არის მეხსიერება, რა არის ცნობიერება, რა არის ინტელექტი, რისგან შედგება ადამიანის პერსონაჟი, ასე ვთქვათ, სწორი, არასწორი, აი ამებზე ელაპარაკება რა. ჯერ ადამიანი უნდა შეეჩვიოს რაღაცას ინფორმაციული თვალსაზრისით და მერე გადადის პრაქტიკაზე. პრაქტიკაზე რო გადადის, აქვს უკვე მეტნაკლებად სწორი მიმართულება, საითაც შეუძლია მას მიმართოს ძალისხმევა. მეტნაკლებად სწორი აქ ვახსენე, იმიტომ რომ აი მაგალითად, როდესაც ადამიანს უხსნი როგორ უნდა ავარჯიშოს ბიცეპსი, ყველაფერი ძალიან თვალსაჩინოა, სარკეში იყურება, იცის რომ ეს არის ბიცეპსი და თუ ვერ ხედავს მაინც ბიცეპს, მიხვალ და ესე თიც დაადებ და ეთქვი რომ ეს არის ბიცეპსი. მედიტაციის დროს ასეთი რაღაცები ვერ აკეთებს მასწავლებელი ფიზიკურად. მასწავლებელს შეუძლია რომ რაღაცნაირად სიტყვებით, მინიშნებებით, რაღაცა ასოციაციური მაგალითებით ნენელა გააგებინოს როგორ უნდა იმედიტიროს ადამიანმა, ხო? მაგასაც სწორი მიდგომა უნდა რა. სწორი მიდგომა უნდა. და მედიტაციაზე სანამ გადავა ადამიანი, მანამდე კიდე რაღაცა, ასე ვთქვათ, გზა უნდა განვლოს. შენ რო გადახვედი მედიტაციაზე, უბრალოდ ინფორმაცია არ ქონდა, მაგრამ შენ მომზადებული იყავ, იმიტომ რომ შენ თავზე გაქვს ნამუშევარი. უზარმაზარი სტაჟი გაქვს სპორტში, შენ სხეულს იცნობ, შენს ემოციებს იცნობ და შენ შეგიძლია რომ რაღაც შეგრძნებები გაქვს, ასე ვთქვათ, არქივი შეგრძნებებისა რა, რაღაცების გარჩევადობის უნარი გაქვს. ასე რომ ცნობიერებასთან ურთიერთობა შენთვის არის უფრო მარტივი. ზოგადად ის ადამიანი, ვინც იოგაში როგორ არის, ჯერ ლაგდება ცხოვრების სტილი, რომ გაუადვილდეს ადამიანს, მერე სწორი მიმართულებით გაუშვას ძალისხმევა. პირველი ასეთი რამდენი 8 საფეხურია იოგაში და პირველი საფეხური არის იამა და ნიამა. ეს არის შინაგანი ჰიგიენა, გარეგანი ჰიგიენა და რაღაცების ცხოვრებაში დალაგება რა, რომ ყურადღება არ გაგეთქვა. ხო, ანუ ეს მარტივი პროცესი არ არის, რაღაცა უცბად იოგა მომინდა, დავიწყე და რაღაცა როგორც დღევანდელ დროში მაინც ტრენდივით არის რა, ესე რომ ვთქვა. ჩვენ ხო გვინახია, შენც გინახია მეც, რომ ადამიანი მოვიდა დაიწყო ვარჯიში, მაგრამ ვერ აგრძელებს. წყვეტს. აი რატო წყვეტს ვარჯიშს, ხო? იმიტომ რომ აი ეს პირველი საფეხურები, რაც არის გაცნობიერებულება, გააზრებულობა, ცხოვრების წესის რაღაცნაირად დალაგება, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს უგულებელყოფიეთ, დავაიტავედი ეგრევე პრაქტიკით უნდა დავკავდე რა. და რომ იწყებენ პრაქტიკით დაკავებას, ხო? დიდი დატვირთვა იმ 24 საათის მანძილზე ადამიანს აღარ ყოფნის ნებისყოფა, იმიტომ რომ რაღაცები ცხოვრებაში ხელს უშლის. ხო, ამას გვეუბნებიან ხოლმე, რომ აი საქმე გამომიხტა, აი
დამეზარა როგორ შეიძლება ეს ხო, აი გავაკეთდეს? ცვლია რა, არის. საქმე გამომიწყდა იამა ვერ ნიამა ეს მომივა არის შენთან. ის ორი საფეხური, რომელიც არა მხოლოდ იოგის თვალსაზრისით, არამედ აი ნებისმიერ ადამიანს უბრალოდ ძალიან ვრცელი თემაა და ეს არის ცხოვრების წესი. აი ჩვენ შეგვიძლია კიდე ერთი ცალკე გადაცემა ჩავწეროთ მაგათად კარმა იოგის შესახებ. კარმა იოგა არის მოქმედების იოგა რა. არა ფიზიკური ვარჯიშების, არამედ აი როგორ ვიფიქრო, რას მივაქციო ყურადღება, როგორ ვიცხოვრო, რა არის მნიშვნელოვანი, რა ნაკლებად მნიშვნელოვანი ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყოველ წამიერებაში, ნებისმიერ ქმედებაში ცნობიერების ჩანერგვის მეთოდოლოგია და ძალიან საინტერესოა რა. სულ რომ ადამიანმა იქ მეტი არაფერი არ ივარჯიშოს, ხო? უკვე მისი მენტალური, ფიზიკური ჯანმრთელობისთვის აი ის რეკომენდაციები, რაც კარმა იოგაში არის, უკვე სასარგებლო. უბრალოდ ცხოვრებისეული წესიდან და ფილოსოფიიდან და რაღაცებიდან გამომდინარე. ბოდიში, აი უცბად შეგაწყვეტინე, შეიძლება რაღაცა ისეთი იკითხა, მაგრამ მაინც ძალიან მაინტერესებს. ეხლა შენც ჩვეულებრივი ადამიანი, შენც ხო საიდანაც დაიწყე, არა ეს ყველაფერი. რა იყო ის ინსპირაცია? რაც შენ აი აქამდე მოგიყვანა დღეს. რამდა გაინტერესა, საიდან მიხვედი, ან შეიძლება ვიღაცა მეგობარმა გითხრა, ან წაიკითხე, ან ინტერნეტში მოიძიე, რაღაცა ამასთან ხომ მიგიყვანა არა ზოგადად. იოგის ვარჯიში რო დავიწყე, მაშინ ინტერნეტი არ იყო. სადღაც იყო ინტერნეტი, მაგრამ ჩვენთან არ იყო რა. ყოველ შემთხვევაში ისეთი გავრცელება არ იყო რა. 2003 წელს მაშინ შუქი ჭირდა და არა მსუ ინტერნეტი, ხო? ხო და უბრალოდ მეგობარს გავყევი. მითხრა რომ გამრუდებული ხერხემალი მაქვს, აი იქ არის მასწავლებელი და წამოერთად ვიაროთ. და მე ჩემი ძმა და ჩემი კლასელი დავდიოდით. პირველივე ვარჯიშზე მე მივხვდი, რომ ეს რაღაც ძალიან მომწონს. ეს რაღაც შენია. ჩემი არის. ეს მე გავერკვიე რატომ არის ჩემი, იმიტომ რომ ეს იყო ამოცნობა, გახსენება იმ დისციპლინის, რასაც მე ცოტა უცნაურად ჟღერს ბევრისთვის, მაგრამ წინა ცხოვრებებში ვეწეოდი. მე უბრალოდ გავიხსენე და კიდევ ერთხელ მივედი იოგამდე რა. ეს იყო და ეს და როგორც ძველი ნაცნობი, გავიხსენე და ძალიან გამიხარდა მისი ხელახლა გაცნობა. მედიტაციას დღეს ესე წარმოაჩენე, რომ აი შენ დაიწყე მედიტაცია და დამშვიდდები. შენ დაიწყე მედიტაცია და იქ ცნობიერება გაფართოვდება და ეს არის ძალიან ზოგადი, ასე ვთქვათ, დაპირება და ამის უკან რეალურად არანაირი მინდა რომ კარგად ახსნა ეს ყველა. ხო, არაფრის მომცემი ინფორმაცია. ადამიანს კი უნდა დამშვიდება, უნდა რა თქმა უნდა ცნობიერების გაფართოება, მაგრამ რეალურად არ არის ფსიქოლოგიურად მომზადებული იმისთვის, თუ რა გზის გავლა მოუწევს დამშვიდებამდე. რას ნიშნავს ეს ცნობიერების გავლა? Step by step რა ყველაფერი ისეა. თანამედროვე ცხოვრებაში მიჩვეულები ვართ, რომ რაღაცას აპლიკაციაში დაკლიკავ და მოვა რა მზამზარეული რა. რაღაც დაგაინტერესებს, დაგუგლავ და მოვა პასუხი და აქ გიწევს შრომა და ეს შრომა, რომელსაც ხშირად აი როგორც ჩვენ თქვი, არ იგრძნობა, რომ რაღაცა ქენი. ანუ დაჯექი თითქოს რაღაცა უნდა გეკეთებინა და ვერც კი გაიგე რა უნდა გეკეთებინა. აი ხო, გააზრება მიჭირდა უბრალოდ კი რაღაცა მოვისმინე. ხო, მიჩვეულები ვართ, რომ აი ინტერნეტში ვნახე, შენი ვიდეოც ვნახე, შენ რო ხსნი, აი რაღაცა YouTube-ში ჩავწერე აი ზურიუსა, ამომიგდო რაღაცები, ისინი ვნახე და უბრალოდ მაინტერესებდა, რომ აი როგორ შევძლებდი რა. მაგრამ ნუ პირდაპირ ვიტყვი, რომ გამიჭირდა ძალიან. კი. აი 1000 აზრი ერთად შემოვიდა. ზური, მაგასთან დაკავშირებით, რათან იცი რა ვხსნათ? აი რა ტიპის იოგა კლასები არსებობს რეალურად რა? ანუ ხო შეიძლება სიტყვაზე იქ სუნთქვა, იქ რაღაცა მედიტაცია, ანუ ეხლა კარგად მე ვერ ვერკვევი, მაგრამ შენ უფრო კარგად ჩამოაყალიბებ რა, რომ რეალურად აი თუნდაც სიტყვაზე ჩვენი კლუბის წევრები მიხვდნენ, რომელი კლასი არის იოგასი მისთვის და რომელი არ არის რა, ეგეც რო გავიაროთ. არსებობს ტექნიკები, ნაბიჯ ტექნიკები, რომელიც მართლა შემუშავებულია 1000 წლეულების მანძილზე, 1000 წლეულების და არა 100 წლეულების მანძილზე, კარგად დალაგებული, კარგად გააზრებული და მორგებული ნებისმიერი მზაობის ადამიანისთვის. რა თქმა უნდა, როდესაც ოსტატთან მიდიხარ, ის შენ ხედავს და ზუსტად იცის, რომელი მედიტაციური ტექნიკა მოგარგოს. როგორც შენ ხედავს შენს მოსწავლეებს, ხო? აღნაგობიდან გამომდინარე და რაღაცებიდან გამომდინარე, რა ვარჯიშებნა აკეთებინა. დიდი პრაქტიკიდან მერე მოდის. გამოცდილებიდან გამომდინარე. ოსტატი ხედავს ადამიანს არსობრივად, აი როგორც გადაშლილ წიგნს და ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთებინოს. შეიძლება საერთოდ არანაირი მედიტაციური ტექნიკა არ გააკეთებინოს, უბრალოდ ესაუბროს. იმიტომ რომ
ხშირად ტექნიკა პირიქით ხელში შემშლება. ხო. შეიძლება უბრალოდ ეზო დააგვევინოს. აი უცნაურად ჟღერს, მაგრამ ნახევარი წელი მხოლოდ ეზო აგვევინოს. არ ეცხინოს, საჭმელი აკეთებინოს. ესეთი პრაქტიკა ძალიან მიღებულია ძველ ტრადიციულ მონასტრებში რა და ძალიან კარგად მუშაობს, იმიტომ რომ იქ არიან ოსტატები. დღეს მოდის, ასე ვთქვათ, გაჭირვებული ადამიანი და ყენდება მოთხოვნა და მოლოდინი, რომ აი მე უნდა დამშვი, ისეთი ტექნიკა უნდა მომაჩეჭო ხელში, რომ დამამშვიდოს. ვერაცნობიერებს მანამდე რა შრომა არის ჩასტარებული რა. დამშვიდება არის შედეგი, მაგრამ მანამდე შენ ძალიან აღელდები. დაჯდები და უბრალოდ დაკვირდები, მაგ ესეთ ტექნიკა წარმოვიდგინოთ რა. არაფრის კეთება. აი ესე დაჯდები, დახუჭავ თვალებს, თუ გინდა არ დახუჭო თვალები და არაფერი არ აკეთო. აი როგორ მარტივად ჟღერს, არაფერი არ აკეთო. მაგრამ აბა მიდის სადე შენ. ეგეთი რაღაცა ვაკეთებ. და ჯობია რაღაცა ვაკეთო. ხო, შენ როცა არაფერს არ აკეთებ, იქ რაღაცები ხდება. და აი იმის დაშვება, რომ ეს რაღაცები იქ მოხდეს, აი ეგ არის დასამოღამებელი რა. პირველ რიგში. ის რომ მე მინდა კიდე რაღაცა იმას გავაკეთებინო, ხო? ეს არის უკვე ამბიციური. ის რომ რაღაცები აქ ქაოსი ხდება და შენ ამას ყურადღებას არ აქცევ ყოველდღიურ ცხოვრებაში და გინდა რომ რაღაცა ჯადოსნური ტექნიკა შეასრულო და დამშვიდე და გასხივოსნე. კი ბატონო. არ ხდება ასე რა. ჯერ მოდი დაჯექი და არაფრის კეთება შეეჩვიე იმას რომ იქ რო რაღაცები ხდება დაუშვა მიენდო აცალო არ დააბულინგო უბრალოდ მოусმინო რა ქაოსი რა ხმაური რა სტიქიური უგედურება ხდება ჩვენს გონებაში შეძელი ამას დააკვირდე ყოველგვარი სინდისის კენჯინის თვითბულინგის გარეშე და მე გააქვს შანსი რომ რაღაცა გააკეთებინო უნდა მოურიგდე შეურიგდე და მე შეგიძლია რომ ცოტა რაღაცა მითითებები მისცე რა. ამ ყველაფერს მჯერა რატო იცი რომ აი ერთადერთი ადამიანი ხარ ალბათ კი არა და ერთადერთი ადამიანი ხარ ჩვენ სამსახურში და არა მარტო ჩვენ სამსახურში ვისაც ვიცნობ რომ ზუსტად ერთი და იგივე ემოცია აქვს ზურას. აი არ ვიცი როდის არის გაბრაზებული, როდის არის. აი სულ იმდენად ეხა საინტერესოდ ვაპარაკობ, რომ აი ხო ხდება აი დიალოგი მიდის ეხა ჩვენ სამში და აი ვერც ვერთვები რა. აი მეც ეგრე აი უბრალოდ ანუ ხო აი მინდა რომ აი პროსტა უსმენ და ვეუბნები რა. მაგრამ შენი კითხვა მახსოვს. რამდენაირი იოგა არსებობს? ხო, აი მაგაზეც განვავრცობ დიალოგი. თვითონ სიტყვა იოგა. საფუძველი აქვს სანსკრიტული რა. იუჯ, რომელიც ნიშნავს ერთობას, მთლიანობას ან შეკავშირებას. თვითონ იოგა უკვე მიუთითებს რაღაცა ინფორმაციაზე, რომ რაღაცა კავშირზე არის საუბარი, რაღაც მთლიანობაზე და რაღაც ერთიანობაზე რა. და როდესაც ადამიანი იწყებს ამაზე ფიქრს, ამაზე კვლევას, ინფორმაციის მოძიებას, ხო? აღმოაჩენს, რომ რაღაცა ცნობიერებაზეა საუბარი და იქ აღარ არის საზღვრები, რომ აი აქ ვთავრდება, აქ იწყება, აი ჩადიხარ და იქ ყველაფერი ერთნაირია. ქართულად ამის შესაფერი სიტყვა არსებობს, ძალიან მაგარი, ღმერთი. ესე რომ დავყოთ, ხო? სიღრმეში ერთი. ანუ ყველაფერში ღმერთია რო ამბობენ, სიღრმეში ყველაფერი მართლა ერთნაირი არის რა. და იქ რო ჩადიხარ, არის რაღაცა მთლიანობაზე საუბარი, რაღაც ერთიანობაზე საუბარი, რაღაც საწყისზე საუბარი. და აქ უბრალოდ საუბარი კი არ არის ან რაღაც კვანტური ფიზიკის თეორიები, ხო? აქ არის ერთგვარი გამოცდილება. გამოცდილება იქიდან გამომდინარე, რაც წეღავ თქვი, წარსული ცხოვრება, ვახსენე უბრალოდ, ხო? არიან ადამიანები, რას გულისხმობს ზორი? უბრალოდ მართლა წარსულ ცხოვრებას გულისხმობს. ხო, მაშინ გითხარი, მოდი აი ესე ვილაპარაკოთ. 1-200 წლის წინ სხვა სახელი და გვარი, სხვა ქვეყანაში მოღვაწეობდი. და აინტერესებდი. ხო, მესმის. მაგრამ ეს თავის დროზე მე რომ გავიგე, სადღაც წავიკითხე უბრალოდ რეინკარნაციის შესახებ, ძალიან დიდ სისულელით მომეჩვენა და ეხლა ბევრ ჩვენს მაყურებელს ეს მოეჩვენება სისულელით, მაგრამ ვიღაც არ მოეჩვენება და მოდი მათთვის ვიტყვი. ხო და აი აკას იმისთვის ვაპარაკოთ, ეხლა ძალიან ბევრი ის მიმდევარი ყავს, ესე რომ ვთქვათ. და აი აკას მოდი გავაკეთოთ მაგ ხალხზე ეს აქცენტი და აი აუხსნათ რა არის ეგ. ენერგიის მუდმივობის კანონი დავარქვათ. სულიერი თვალსაზრისით. რეინკარნაცია ხო? ხელახლა დაბადებას ნიშნავს ეს სიტყვით, მაგრამ ქართულშიც გვაქვს ამისი შესაფერისო, თუნდაც ეს შესაფერისობა რაღაცნაირად აღარ ვრცელდება რა. გარდაცვალება. იქ არის ახლა რომ მოკვდა, გათავდა,
გვაქვს ესეთი სიტყვები, მაგრამ ამას არ ვიყენებთ რა ადამიანებთან. გარდაიცვალა. ანუ იყო აი ასეთი და ეხლა მე მოხდა ტრანსფორმაცია. ზოგადად ეს ტრანსფორმაციის პრინციპი, ხო, სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან ხდება რა, არსად არაფერი არ საიდან არ იწყება, ყველაფერს აქვს რაღაცა პირველ მიზეზი. ზოგადად მიზეზ შედეგობრივობაზე დგას მთელი სამყარო. და ის რომ ადამიანი ესე ცხოვრობდა და მე უცებ ჰოპ და აღარ არის, ესეთი რამე არ ხდება. ეს ეწინააღმდეგება ყოველგვარ სააზრს, მაგრამ რატომღაც ბევრ ადამიანს პირიქით ამის ისჯერა, რომ ადამიანი კვდება და ქრება, მორჩა აღარაფერი აღარ რჩება მას მერე. ბევრი ამბობს, რომ აი მერე სადღაც ხვდები და იქ კარგად ცხოვრობ, ან ცუდად ცხოვრობ. იქიდან გამომდინარე, აქ კარგად იცხოვრე თუ ცუდად იცხოვრე რა. არსებობს კიდევ უფრო ძველი, ჩემთვის პირადად ჩემთვის ავტორიტეტული ვერსიები, იმიტომ რომ მე თვითონ გადავამოწმე თავის დროზე მომეჩვენა სისულელეთ, მაგრამ მე მოხდა ეგეთი რაღაც, რომ გავიხსენე და ფაქტის წინაშე რომ დავდექი, მივხვდი რომ ხოლმე ცხოვრებაში მოხდა. კი. და პერიოდულად ხდება ხოლმე ესეთი ფლეშბექები რა. ანუ გახსენდება ხო. აი როგორც გუშინდელი ან ბავშვობის დროინდელი რაღაცა გახსენდება და ეჭვი არ გეპარება რომ ეგ არის შენი ცხოვრება და რაღაცა ხო აი აქაც ზუსტად ჩვეულებრივ გახსენდება აი რასაც ქვია გახსენება ეგრე გახსენდება რა ოღონდ კიდევ უფრო მძაფრად იმიტომ რომ არ ვიცი რაღაცა ხდება და ყველაფერი გახსენდება სუნებიც და ემოციებიც და აი ზოგი ბოდიში გაწყვეტინებ აი ეს გახსენება როდის ხდება სიტყვაზე მედიტაციის დროს თუ აი სიტყვაზე მედიხარ ქუჩაში და უცბად თავში გირტყავს აი შეიძლება ისიც და შეიძლება ისიც თავარია წინაპირობა რამდენიმე წინაპირობა არის საჭირო ერთ-ერთი წინაპირობა არის მიმღებლობა თუ შენი ქვეცნობიერი თulis რომ შენ თავთან არ ხარ გულწრფელი და თავს იტყუებ და ამისკენ გაქვს მიდრეკილება და რაღაცებს ვერ უმხელ შენ თავს და აბრალებ იქ ვიღაცებს და რაღაცა გარემოებებს და სირაქლემის პოზიციაში ადამიანი მაშინ შენი ქვეცნობიერი გიმალავს ამ ცხოვრებაშივე შენს ჩადენილ შენს ნაფიქრალ გაკეთებულ ამბებს ამოგიგდებს მეხსიერებიდან გადაგიკეთებს გადმოგიკეთებს და ასე ვთქვათ გააправებს მაგრამ თუ შენ თავთან ხარ გულწრფელი ადამიანი შენ გაქვს მაღალი მიმღებლობა რომ აი რაც ხდება ზოგადად სამყაროში ხდება რა ბევრ რამეში ვერ ვერკვევი მაგრამ მე შემიძლია რომ დაუშვა რომ აი ასია და იყოს იმიტომ რომ მე მესმის რომ ამის უკან რაღაცა მიზეზები არის რა და არ მაქვს იმხელა ამბიცია რომ ყველანაირი მიზეზში მე ვიყო ჩახედული გარკვეული და არც მაქვს მაგის დრო თუმცა შენ ქვეცნობიერს უნდა შეჯეროდეს რომ შენ შეგიძლია რეალობას გაუსწორო თვალი. მეორე წინაპირობა ეს არის რაღაც პრაქტიკების მეშვეობით განცდა გამოცდილება უпростоრად იმისა რომ შენ ერთხელ მაინც დატოვებული გაქვს შენი სხეული. ბევრს თავი ეს გონია რომ მე ვარ. არ ხარ შენ ეს არის შენი გადაადგილების საშუალება თანაც დროებითი. ერთხელ მაინც რომ გამოვიდეს ადამიანი სხეულიდან ამას უკვე ძალიან დიდი პრაქტიკული ბენეფიტები აქვს. უბრალოდ ის ადამიანის თავის სხეულს და თავის ზოგადად არსებას სხვანაირად შეხედავს. გინდა არ გინდა დაბრუნდები. გინდა არ გინდა. გასვლა პრობლემა თუ დაბრუნებით ეგრევე შემოგიწევს სხეული, როდესაც იქ ენერგია დაილევა. როდესაც გამოხვალ სხეულიდან ესე უყურებ სხეულს ვაგე იგდებს და ხვდები რომ აი მე აქ ვარ და აი აქ კიდევ უფრო კარგად ვარ ვიდრე აგი იქ რო ვიყავი მაშინ. ცოტა სხვანაირად უყურებ რა ზოგადად სიცოცხლეს სიკვდილს და სკეპტიკურად უყურებ სხეულს ხო? და როდესაც კი აი და ქრება მან მიჯაჭულობა რომ ეს სხეული აღარ ვარ ესმის და მე ვარ რაღაცა უფრო მეტი ცნობიერი და ანუ ვიძახი იმას რომ იქ აღარ გინდა დაბრუნება არა მაგას არ ვიძახი რომ იქ აღარ გინდა დაბრუნება მე ვიძახი იმას რომ ეს არის ერთ-ერთი წინაპირობა იმისკენ რომ შენ გქონდეს მეტი შანსი რეინკარნაცია გაიხსენო როდესაც შენ უკვე აღარ ხარ სხეულზე მიჯაჭული და იცი რომ აი მე არ ვარ სხეული შენი საკუთარი გამოცდილებით ხარ 1-2-3 დღის ნაშიმშილარი და სხვანაირად ლაგდება ამ დროს ენერგიები ხო უკვე მარტივია სხეულიდან გამოსვლა და როდესაც არის მაღალი მიმღებლობა იმისა რომ შენ რასაც გაიხსენებ წარსული ცხოვრებიდან შენ ამას გადაიტან ყოველგვარი ოფოფების გარეშე თუ აი ეს ფილტრი დაიჯერებს ქვეცნობიერი დავარქვათ შენ გაიხსენებ შეიძლება დოზირებულად აი შეგაპაროს ნელ-ნელა რა ეს რაღაცეები და თუ მიხვდება რომ შენ შეგიძლია რომ ეს ყველაფერი მიიღო გაიხსენებ და არ არის მარტივი ბევრს ძალიან რომანტიულად წარმოუდგენია რომანტიზირებულად რომ აი გავიხსენო წარსული ცხოვრებები ბევრი ფიქრობს რომ აფშე რა მინდა წარსული ცხოვრების გამახსენება გუშინდელის გახსენება არ მინდა
ორივენი თავისებურად მართლები არა არის. ზურა ეხლა შენ რასაც ლაპარაკობ ვაფშე არაფერი არ არის მარტივი პირადად ჩემთვის. აი არა შეხო მეუნებოდი ერთხელ რაღაც მომენტში აი ნაბახუსებზე გავედიო კი გავედი სხეულიდან მაგრამ მე მარტო დავბრუნდი მარტო არა მე დაგაბრუნდი არა შენ იყავი მე უკან წამოვედი მე რომ ვიყავი მაგითაც წამოვედი უკან დამპალი ხარ აი მოდი სხვადასხვა მეთოდებით შეიძლება სხეულიდან გასვლა სხვადასხვა ტექნიკებით სხვადასხვა საშუალებებით თუნდაც მედიკამენტებით შეიძლება სხეულს გარემ მდგომარეობის მიღწევა მაგრამ ზოგი მეტნაკლებად უსაფრთხოარი ხო და ზოგიერთი არის ისეთი პრაქტიკა რომელიც რომც არ გამოგივიდეს მანამდე რა გზასაც განვლი უკვე ძალიან საპატივცემულო და სასარგებლო არის ხო არის რაღაც ტექნიკები რომელიც გაძლევს მაგის საშუალებას რომ ყოველგვარი თვითდაზიანების გარეშე თუნდაც დროებით თვითდაზიანების გარეშე შენ რაღაც შედეგამდე მიხვიდე რა იმიტომ რომ აი მაგალითად გიო რაც შენ გამოსცადე ხო მე მგონი რომ ყოველთვის მაგის გამოსაცდელად არ ხარ მზად რომ აი ისე მდგომარეობამდე მიხვიდე რომ სხეულს გარეთ აღმოჩნდე არა მგონი ხო იცი რა გავიდა აი უყურებდი ოღონდ აი ხალები რომ გელაპარაკე მაგ ხო იცი რომ არ გამიშვარ არა მივდივარ თეთრი იმითი რა რა თქმა ცვირსახოსით რომ გიო კარგად მაგრამ დაბრუნდა სხვათა შორის რომ დაბრუნდა მაგის მერე გადავწყვეტეთ რომ პოდკასტი გავუკეთო კი ძალიან დაინტერესოა კი და აი ეხლა ზური რა მინდა კითხო მე შენ პრაქტიკაში თუ ყოფილა ისეთი პერიოდი რთული რამაც მედიტაციამ შენ იქიდან გამოგიყვანა და აი რას ურჩევდი ამ დროს ხალხს შეიძლება შენი თვითონ ეს სამუშაო პროცესი და ეს მედიტირება შენ რაც გაქვს ეს შენთვის უსაფრთხოა მაგრამ შენ ახლა რაც თქვა და სხვამ გააკეთოს იმას შეიძლება საერთოდ ვერაფერი ვერ იქცნოს და რაღაცა არ იყოს მარგებელი მოდი რახან ასოციაციური აზროვნება გვაქვს და ეს ენა კარგად გვესმის ისე აქედან გამომდინარე გაგცემ პასუხს წარმოიდგინე ადამიანური არსება შედგება სამი სხეულისგან რა აი ეს ყველაფერი არის ადამიანური არსება რა ფიზიკური სხეული, ენერგეტიკული სხეული და მენტალური სხეული. ჩვენ მიჩვეულებთ მას, რომ ფიზიკურ სხეულზე ვიზრუნოთ და უამრავი მეთოდი არსებობს, რომ ფიზიკურ სხეულზე ვიზრუნოთ. კი. ენერგეტიკულ სხეულსაც სჭირდება ზრუნვა და მენტალურ სხეულსაც სჭირდება ზრუნვა. თუ ასე შევხედავთ, რომ აი ჯანმრთელობა მაგალითად, ეს სიტყვა ჯანმრთელობა რას ნიშნავს? ჯან არის ენერგია, ქართული ფუძე აქვს ესეთი ძალას ნიშნავს, ძალი. ძალის მთლიანობა, ძალების მთლიანობა, ჯანმრთელობა და რა მრთელობაზე საუბარი ისკენ რომ ადამიანი ფიზიკურად ჯანმრთელია, ხო? არამედ იმის იქით სხვა რაღაცებიც აქვს ჯანმრთელი. ბევრი გვინახია ფიზიკურად ადამიანი ჯანმრთელია, მაგრამ ვერ იტყვი რომ ჯანმრთელი არის, ხო? ანუ არ გეთქმის, აი რომ უყურებ იმ ფიზიკურად ჯანსახ ადამიანს რომ ჯანმრთელი დაუძახო რა, იტყვი რომ ვერ არის მაგალითად, ხო? რაღაცა აკლია რა. ან ფიზიკურად ჯანმრთელია, უწყნარია, მშვიდია, მაგრამ ენერგია არ ყოფნის რა. ვიღაცას ენერგია არ ყოფნის, ვიღაცას რაღაცა მენტალური ძალები არ ყოფნის, ვიღაცას ფიზიკური ძალები არ ყოფნის. მოკლედ, ადამიანი რომ რაღაცის ვარჯიშს იწყებს, ხო, მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენ იმას გავაძლიერებთ, როგორც ძალის თვალსაზრისით, ასევე ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ხო? არ უზრუნავთ ჯანმრთელობაზე. ბევრი ტექნიკა არის იოგაში. არ მხოლოდ იოგაში რა. ნებისმიერ წიგნის კითხვა უკვე ძალიან კარგი ვარჯიში არის გონებისთვის. უმეტესობას ვიტყვი, აბსოლუტურ უმეტესობას დღეს მედიტაცია საერთოდ არ ჭირდება იმისთვის, რომ კარგად იყოს. სჭირდება უბრალოდ კარგი ხარისხიანი შვებულება. სჭირდება გამოძინება, სჭირდება დასვენება. დასვენება, გესმის გარემოს შეცვლა სჭირდება რა. ან რაღაცა მუდმივი ყოველდღიური სტრესი აქვს, რომელსაც უნდა გაერიდო. და იქ თუ აი მას არ გაერიდა, რამდენი გინდა იმდენი მედიტირე რა. ესმის მედიტაცია იქ არაფერს არ გიწყვეტავს რა. ამიტომაც არის იოგაში იამა, ნიამა, პირველი ორი საფეხური, რომელიც შინაგან და გარეგან ჰიგიენას, ანუ ხელის შემშლელ ფაქტორებს, ასე ვთქვათ, მოგაშორებს როგორც შიგნიდან ისე გარედან და მე უკვე შენ პრაქტიკას ძალიან მარტივად მიაღებინებ შედეგს. გინდა ფიზიკურს, გინდა ენერგეტიკულს, გინდა მენტალურს. ესმის? ეს იამა და ნიამა ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ, ყოველდღიურ ცხოვრებაში რა ხდება, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მედიტაციური ტექნიკა თვითონ არის ძალიან მარტივი, გამოსათქმელად რა. მაგალითად, დაჯექი კომფორტულ მდგომარეობაში და დააკვირდი ბუნებრივი სუნთქვის რითმს.
მორჩა. აი ეს არის ტექნიკა რა. მიდი აბა ეხა გააკეთე. აი აქ არის სირთულე. ან მანამ სანამ მაგის კეთებაზე გადახვალ გარემო ფაქტორები უნდა მოვაგვარო რა. მაგიტომ არსებობს რითრითები, რომ ეს თანამედროვე ადამიანებს მოკიდებენ ხელს, წაიყვანე რაღაცა ასე ვთქვათ, სტერილურ გარემოში და იქ აკეთებინებენ მაგ პრაქტიკას. იმიტომ რომ შენ ეს პრაქტიკა ასწავლო ვიღაცას და მიდი ეხა შენთან ასე ვთქვათ, სასტუმრო ოთახში აკეთე, მაშინ როდესაც იქ ყველაფერი ისე ხდება, როგორც ხდება, არ გამოდის, ხო, გესმის? ამიტომ სჭირდება ადამიანს ერთგვარი გარემო, რომ კონდეს მას შანსი, რომ რაღაცნაირად მიაგნოს იმ ბერკეტებს, რომლის მეშვეობითაც მიიღწევა ის შედეგი. ესმის, აი იმ ჰანტელს უპოვოს ხელმოსაჭრელი. აი, ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები რა არის დამწყები ადამიანისთვის მედიტაციის დროს, რა, აი ძალიან მოკლედ რომ მედიტაციის დროს მოლოდინი. აი ნებისმიერი მოლოდინი. ანუ შენ რაღაცა არ გიცდია, წარმოდგენა არ გაქვს, რა არის, რასთან გექნება შეიძლება, რაღაცა კონკრეტული მოლოდინით ზიხარი. აი მაგალითისთვის რო ავიღოთ, ხო? შენ ვიღაცამ გითხრა, რომ აი ეს გზა არის მედიტაცია და მიდი მაგ გზაზე დაჯექი და გამოივლის ტრანსპორტი. უბრალოდ ეს გითხრეს, რომ ტრანსპორტი გამოივლის, სადაც უნდა ჩაჯდე და წახვიდე ბედნიერებისკენ. შენ რატომღაც შენ თავს შთააგონე, რომ ეს ტრანსპორტი უნდა იყოს ვარდისფერი. მოვიდა ეს ტრანსპორტი, გელოდა წავიდა. მოვიდა მეორე ვერსია, გელოდა. შენ მაინც და მაინც ვარდისფერს ელოდები. აი, ზუსტად მაგას გავს მედიტაციაში, როცა ჯდები კონკრეტული მოლოდინით. პირიქით, მედიტაციას პრაქტიკას რო იწყებ, შენ არ იცი საერთოდ რას უნდა ელოდე. აი, რაც არის ეგ არის. აი, რა გამოცდილებასაც მოგიტანს ეს, ეგ უნდა იყოს. თუ თვითშემეცნების პრაქტიკა არის, ხო შენ თვითშემეცნებას იმიტომ ეწევი, რომ არ იცი ვინ ხარ. ხო, უკვე მაგას გულისხმობს თვითშემეცნება, აი მე თვითშემეცნებით ვარ დაკავებული, ანუ მე მინდა გავიცნო ჩემი თავი. და შენ ჯდები შენი თავის გასაცნობად, რომ აი მე მინდა ჩემი თავი გავიცნო, როგორც წარმატებული, კეთილი, პატიოსანი და ასეთი ადამიანი, ანუ ეგ მოლოდინი გაქვს. დაჯდები და მიხვდები, რომ შენ ბევრი შეცდომათა ცხოვრებაში დაშვებული და არც მაინც და მაინც ჯიგარი ხარ. ხო, ესმის და ასეთი кайფი ხარ. ხო, ტრაკი ხარ. გაბუნებები ადგებიან ხოლმე რა. საერთოდ ჩვენს ემოციებზე არ გვაქვს არანაირი გარანტია, არაფერზე არ გვაქვს საერთოდ გარანტია რა. აი, ესმის, ანუ გაიღვიძებ, არ გაიღვიძებ, როგორ ხასიათზე გაიღვიძებ, არაფრის გარანტია არ გვაქვს და შენ გინდა რომ დაჯდე და იქ რაღაცა გარანტია გქონდეს, ანუ არ არსებობს ეგეთი რამე რა. უნდა ნახო საერთოდ რა ხდება. ადამიანი არის როგორც მუდმივად ჩართული აუდიო-ვიდეო რეგისტრატორი, შთაბეჭდილებებისა ბავშვობიდან, გამოურთველად, ძილში, ღვიძლში, აი აქედან, ყველა მხრიდან სულ გესმის და ყველა 5-6 გრძნობის ორგანო შენში შთაბეჭდილებების სახით რაღაც ინფორმაციას დებს. ამ შთაბეჭდილებების აი 0 რაღაცა პროცენტი არის მხოლოდ ჩვენს მიერ გაცნობიერებული, გესმის? შენი არის რაღაცა მიღმა. რომ დაჯდები და აი ეს შთაბეჭდილებები იწყებს. ანუ შეხედე ადრე როგორ ვიყავთ, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადრე წელიწადში რამდენიმე თვე ჩვენ ვმუშაობდით. კონკრეტულად ვიცოდით, რომ სექტემბრიდან ნოემბრამდე აი ამებს ვაკეთებ. ნოემბრიდან მე 10 უნდა დავისვენო. მერე იწყება საგაზაფხულო სამუშაოები და კიდე რაღაცებს ვაკეთებ, ანუ სულ გაწერილი ქონდა მთელი წელი. ეხლა შეხედე ამას რატო ვამბობ? აღარც დღე გვაქვს, აღარც ღამე გვაქვს და აღარც ზამთარი გვაქვს. ესმის? ადამიანი მაშინ იძინებდა, იღვიძებდა, როგორც ბუნება და როგორც მზე და მთვარე კარნახობდა. სულ სხვა ჰარმონია იყო, სულ სხვა ჯანმრთელობა იყო და სულ სხვანაირად იყო მოწყობილი ჩვენი შინაგანი დრო ამ ყველაფერზე. აი ეს ტექნოლოგიები რა. თვლი რომ მაინც ეს არის, ხო? წელიწადში, აი შეხედე დავით, ნახე. წელიწადში უხეშად ვთქვათ რა 9 თვე მუშაობდით, მთელი თავისი შესვენებებით, რო წვიმდა ვერ იმუშავებდი, რაღაცებს ვერ გაკეთებდი, უნდა დაგესვენა რა. 9 თვე მუშაობდით ესეთი ბუნებრივი შვებულებებითა და ვიკენდების წყალობით, ვისვენებდით კიდევაც და გინდა არ გინდა 3 თვე შენ ისეთი ზამთარი იყო ზოგიერთ საქართველოს ზოგიერთ კუთხეში, რომ ფიზიკურად სახლიდან ვერ გამოხვიდოდი რა. იჯექი ცეცხლის კერასთან ბუხარი იყო თუ რაც იყო, იმასთან იჯექით, მთელი ოჯახი და რას აკეთებდით? ისვენებდით, იხსენებდით, მსჯელობდით,
საუბრობდით, ხო? და აი ინფორმაცია, რომელიც იყო ძალიან ძველი, ბაბუის ნათქვამი, ის ვეფხის ტყაოსანი, რომელიც მან მოგიყვა, ეს ყველაფერი ზეპირად კიდევ ერთხელ გაიმეორე შენმა შვილმა გაიხსენა. ესმის ეს ყველაფერი დღეს გვაკლია. დღეს არის ძალიან ბევრი ინფორმაცია სამყაროში და არ გვაქვს ფიზიკურად დრო, რომ ეს ინფორმაცია გავიაზროთ. აღარ გვაქვს ის 3 თვე, როდესაც ჩვენ შეგვიძლია რომ გავიაზროთ საერთოდ სად ვარ, ვინ ვარ, რას ვაკეთებ, აქ როგორ მოვხვდი, რა მინდა, კიდე მინდა ის რაც მე მიზნად დავისახე, ან საერთოდ ის მიზანი ჩემი იყო თუ შთამაგონეს, ჩამინდეს? როდის ჩამინდეს, ვის ოცნებას ვასრულებ? და აი ამისთვის დრო აღარ გვაქვს რა და ეს ეხა ზუსტად რა იმასაც ხო, იძახი და უსიტყვოდ. ნამდვილად გეთანხმები ზუსტად აი ზური ამაში რომ ამან განაპირობა ჩვენი ზოგადად ეს ყველაფერი და მაგიტომ არის რომ ეს ჩვენი აზროვნებაც, ფიქრებიც, ესე ვთქვათ, ნევროზიც, რავი, ყველაფერი ამან გინდა არ გინდა ალბათ მოქმედებს რა, ალბათ კი ალბათ არა, კი არა, ეგრე ძალიან მოქმედებს, ძალიან მოქმედებს, იმიტომ რომ მე შენ და გიო მაინც ერთი წლოვანების იმაში ვტრიალებ და ზუსტად მივხვდი იმას, რასაც იძახდი რა, რომ ხო, ეს დასვენება რო ქონდა სოფელში მიდიოდი, დაისვენებდი, იქ სოციალურ ქსელი არ ქონდა ინტერნეტში რომ შესულიყავი რაღაცები და იმდენად კომუნიკაცია ქონდა ადამიანებთან და იმდენად ბევრ რაღაცას განიხილავდი, ხო? ну თუნდაც არ იჯდებოდი რა 1-2 საათი და რა ქვია სავარძელში ან დივანზე და ეს არ გექნებოდა რა სკროლობდა რაღაცები. პირიქით ან დინარეზე გახვიდოდი, მიდიოდი, მოდიოდი და უფრო მეტი კომუნიკაცია ქონდა ხალხთან. და ეს ძალიან შველის რა ზოგადად ეხა შენ რაც თქვი, ხო, ჩვენი ტვინის რაღაცა იმ რეფლექსებს ძალიან შველის რომ აი კომუნიკაცია ეხა რამდენჯერ ყოფილა, ხო, რაღაც შეიძლება ჩვენც ვიშდეთ და ტელეფონები წავიდა და 2 საათი არ ვიკონტაქტოთ ერთმანეთს. ეგეც მოქმედებს რა ძალიან და ეხა ზუსტად ის 3 თვე რაც ქონდა მაშინ სკოლა სამთავრები და ივნისი, ივლისი, აგვისტო წადი რა მე დაისვენე თან ეს იყო რა ჩვენი სოფელი წასვლა, მოსვლა. ზამთარში რა ხდებოდა ხოლმე? ხო, ну ზამთარში ჩვენ დროს თოვლი მაინც მოდიოდი, მაგრამ თბილისში გეტყვი რა ხდებოდა. ტრანსპორტს გუნდებს ეს როდი და რო სრიალებდი ამასვამდე და რაღაცები. ну მე იმის მინდა ადამიანი რომ მიიღებს ინფორმაციას, ხო? დროც უნდა გადახარშვას რო ეძახით. რამდენი გადაუხარშავი და ამ გადაუხარშველობის დროს აყროლებული ინფორმაცია ჩვენს ცნობიერებაში ვერც კი წარმოვიდგენ. ადამიანი პრობლემების წინაშე დგება, სერიოზული პრობლემების წინაშე დგება. აი ხა შეხედე. ჩვენ რო ევოლუციურად განვითარებულიყავით, ანუ იმპულსი რო გქონოდა რომ რამე გავაკეთო, ჩვენ უნდა გქონოდა ჯილდოს ფუნქცია. აი მე მაგალითად ჭამე, მივიღე სიამოვნება. მე რო სიამოვნებას არ მანიჭებდეს ჭამა, საერთოდ არ შევჭამდი. შევჭამე, მივიღე სიამოვნება, სადღაც ეს სიამოვნება აღარ არის და სადღაც მე უკვე ვწუხდები ჭამით და ვწყვეტ ჭამას. ხო ეგრეა. მე დავიწყე ვარჯიში, ვარჯიშით მივიღე სიამოვნება, სადღაც უკვე ვწუხდები და ვწყვეტ ვარჯიშს. 1-2 დღე კუნთები მტკივა და სხეული მეუნება რომ მოდი ცოტა დაისვენე. ნებისმიერი რამე, ნებისმიერი გრძნობის ორგანოდან მიღებული ინფორმაციას ახასიათებს აი ეს ეტაპები. ვიღებ სიამოვნებას, აღარ მანიჭებს სიამოვნებას, წავედი სხვა რამე უნდა ვაკეთო. დავსუნე ვარდი, სასიამოვნო სუნი აქვს, მაგრამ მუდმივად ვხოვერ ყნოსავ, არა, სადღაც მე უკვე აღარ აქვს სუნი. მიდიხარ უკვე სხვა რამეს ყნოსავ, ან საერთოდ სხვა საქმეზე. ინფორმაცია, შეხედეთ, ცნობიერება რო განვითარებულიყო, თვალი რო განვითარებულიყო, მეტი ფერის ყურებას შევეჩვიეთ. ყური რო განვითარებულიყო, მეტი დიაპაზონის ინფორმაციის აღებას მოსმენას მივეჩვიეთ, ხო? მეტი შეგრძნებები განავითარეთ ფიზიკურად და ასე შემდეგ. და ასეთივე იმპულსი და ჯილდო რომ მიიღოთ ცნობიერებას, ხო? ჩვენ ინფორმაციის მიღება გვანიჭებს სიამოვნებას. მაგრამ ყველაზე მეტ სიამოვნებას ჩვენ გვანიჭებს და თან გვაძლიერებს ანალიზი გაკეთება, დასკვნის გაკეთება, ამოხსნა. აი მე რომ მივიღე 10 ცვლადი ინფორმაცია, არ არის ძალიან ფაქტები. 10 შევკარი ერთად და პასუხი მივხვდი, არსი გავაცნობიერე. ესმის? აი ეს გაცნობიერება, აი ევრიკა. ანიჭებს უდიდეს სიამოვნებას. თანამედროვე ადამიანს აღარ აქვს ფიზიკურად იმის დრო, რომ ეს ევრიკა გააკეთოს.
ამიტომ ის იღებს ბევრ ინფორმაციას ინტერნეტით მაგალითად და კიდე სხვადასხვა მეთოდებით. ადრე არ იყო ამდენი ინფორმაცია, ხო გესმის ადამიანს წერა-კითხვა არ იცოდა ბოლო-ბოლო და ახალი რამე რო გაგეგო, მეზობელი სოფლიდან 900 იქიდან უნდა მოსულიყო ვიღაცა, მოეტანა რაღაცა ახალი ამბავი ეთქვა. მანამდე ყველაფერი იცოდი სოფელში რა ხდებოდა, ყველაფერი იცოდა. ზური, პირველი ქართველი იოგი ვინ იყო? არხეინი. ეს რომ არხეინი. არხეინი. გამოთქმა ხო იცი? რა არხეინად ხარ წამოწული. და არხეინი. ეს რომელ წელს იყო? აი თავიდან ვერ ჩავწმე. ხო, აი არხეინი და რა ვინ არხეინი? უცოდ არხეინი და რაღაცა იმაში წავედი მეც რა. კაი, ზური, ეხლა რა მაინტერესებს? მოდი დღევანდელ ცხოვრებას დაუბრუნდები ეხლა რა, დღევანდელ რიტმს. ადამიანის ეხლა მოიცია რა, ყველა მუშაობს, დილითკება, ის არის, ეს არის. რამდენად ეხმარება მედიტაცია და იოგა დღევანდელი ადამიანის ცხოვრებისეულ რიტმს რა? მაგაზე რო 1-2 სიტყვით კარგად მოგვაწოდო ინფორმაცია. დღეს თანამედროვე ადამიანმა რა პრობლემებიც მესმის ხომ, აი, როდის ვივარჯიშო, ნუ დილით ვივარჯიშო 8-ზე, აი 8-ზე რო ვივარჯიშო, რომელზე უნდა ავდგე, მერე მაგ დროს რო ავდგე, რომელზე უნდა დავიძინო. ისი თქმა მინდა, რომ ადამიანი თავის ყოველდღიურ ცხოვრების განრიგში ჩასვავს. ზოგადად ვარჯიშს არ აქვს მნიშვნელობა იოგას თუ სხვა რამეს, ვარჯიშს თუ ჩასვავს, ხო? მას უკვე მოუწევს დღის განრიგის გაჯანსაღება. ეს უკვე კარგია. მას მოუწევს კვების გაჯანსაღება, ძილის რეჟიმის გაჯანსაღება, ეს უკვე კარგია. ბევრ მავნე ჩვევაზე და მავნე ურთიერთობებზე, არაფრის მომცემ საქმიანობაზე, დროის კარგვაზე უარი თქმა, პრიორიტეტების დალაგება, რომ აი მე ამებს აღარ გავაკეთებ, იმიტომ რომ არ მსალია, იმიტომ რომ აი ეს უნდა ჩავსვა ჩემს განრიგში. ზური, აი რამდენად ეხმარება მედიტაციის კულტურა საზოგადოებას დღესდღეობით რა, საზოგადოების ჰარმონიას ესე რომ ვთქვათ. აი, რამდენად დაინტერესებულები არიან ზოგადად აი ამ კუთხის. მაინც შენ ახლა უფრო შეხება ხალხთან და რამდენად მოდის ხალხი ამ კითხვით შენთან? თუნდაც უნდათ მედიტაცია აინტერესებს. მედიტაცია ბევრი ამაზე ბევრ ფულს შოულობს, მედიტაციას ყიდის. მაგრამ ანუ რო ვთქვა რომ ეს რაღაცა სასწაულ შედეგს დებს მეთქი არა. პირიქით ვიტყვი რომ მეტ იმედგაცრუებას და სკეპტიციზმს აჩენს. ყველაფრის თანამედროვება და თანამედროვებაზე მორგება შეუძლებელი არის. მით უმეტეს იმ ფსიქიკის მატარებელი ადამიანებისთვის, რომელიც დღეს 99% დაიარება მეგაპოლისებში. ადრე ვამბობ, რომ სხვანაირი ფსიქიკის ადამიანები იყვნენ, სხვანაირი ცხოვრების წესი ჰქონდათ, სხვანაირი პატივისცემა ჰქონდათ უფროს უმცროსებისადმი, მასწავლებლისადმი, ზოგადად ცოდნისადმი და აი მაშინაც კი მიდის ადამიანი და ეგრევე ტექნიკას აჩეჩებენ ხელში არ ხდებოდა და დღეს ეს ბევრი არაფერი კარგის მომტანი არ არის. მე ოქტოპუსში გქონდა ჩვენ შაბათობით კვირაში ერთი გაკვეთილი, როდესაც მე ადამიანებს ვესაუბრებოდი მედიტაცია რა არის, რა მუღამები აქვს, რა ტექნიკებია, რას უნდა მიექცეს ყურადღება და ამ დავალებას ვატანდი სახლში. თქვენ აზრით რა შედეგი დაიდო? რამდენიმე თვე მქონდა ესეთი შეხვედრები? არანაირი. ხო, ნუ რახან გაუქმდა, ესე იგი იქიდან არანაირი შედეგი არ გამოიღო. ვიღაც ახალი ადამიანები მოდიოდნენ, ისევ იგივე ადამიანები მოდიოდნენ და რო ვეკითხებოდა, ნუ სახში აპრაქტიკებთ, ანუ ის წაიკითხე, იმას მოусმინე, ცოდნა გაიღრმავე, არა. არ მეცალა. გესმის პრობლემა არის პრაქტიკის. თუ გინდა რომ რამე შეცვალო, მედიტაციას არ არის მართლა მაგიური რაღაცები შემოხაზო იქ და ბახ და უცებ მოხდეს. ეგრე არ ხდება, ეს არის პრაქტიკა, მედიტაციული პრაქტიკა. პრაქტიკა თავის თავში გულისხმობს სისტემატიურობას. სისტემატიურობა შეუძლებელია თუ არ მოაგვარე ცხოვრება ისე რომ სისტემატიურობის საშუალება დრო გაქვს. სისტემატიურობაც რა რთული პრიორიტეტები უნდა, კი. ნუ ჩემთვისაც მათ შორის. ხო, აი წეგან ვახსენე იოგა. აი მოდი რამდენიმე ტერმინი განსხვავოთ. შეხედე, არის იოგა, ხო, ის რაღაცა მთლიანობაზე რო საუბრობს, მიგანიშნებს, რომ აი რაღაცა არის. რაღაცა მთლიანობა არის ადგილი, სადაც ჩვენ ერთნი ვართ. სადაც არ არის განსხვავება მე და შენ შორის. აი განსხვავება კი არა, სადაც მე და შენ ხვდებით, რომ აღარ არის მე და შენ. და არიან ადამიანები, რომლებიც ამ
დასკვნამდე კი არ მივიდნენ, ამ გამოცდილებამდე მივიდნენ. ხო, არის იოგა, რომელიც ამაზე საუბრობს, ეს არის იოგა. იოგინი არის ის ადამიანი, პრაქტიკოსი, რომელიც იყენებს იოგურ ტექნიკებს, რომ აი ამ გამოცდილებას, ასე ვთქვათ, შედეგს მიაღწიოს, მთლიანობის განცდას და იოგი არის ის ადამიანი, ვინც მიაღწია ამ გამოცდილებას. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრნაირი ადამიანი არსებობს, შესაბამისად, ბევრნაირი ტექნიკა არსებობს. და ის რომ ერთი ტექნიკა ვიღაცაზე მუშაობს 100%, ეგ ანიშნავს იმას, რომ მეორეზე 100%-ით იმუშავებს. ბევრნაირი ტექნიკები, აი ბევრნაირი იოგის სახეობები. ზოგიერთი იოგის სახეობა არის უფრო სწრაფი, ფიზიკური ზერობის ვისაუბროთ. ზოგიერთი არის უფრო დინამიური, ზოგიერთი არის უფრო ნელი, ზოგიერთი კიდე ძალიან ნელია. სადღაც უფრო მეტი გაწელობია, სადღაც უფრო მეტი ძალისმიერია. ვიღაცა მოქნილობას აკეთებს აქცენტს, ვიღაცა ძალაზე მე კიდევ ამბობ, რომ ჯანმრთელობა უფრო პრიორიტეტულია, თქო, გესმის? არსებობს ისეთი პრანაიამა მაგალითად, ხო? სუნთქვითი ვარჯიშებია. რაჯა იოგა, მედიტაციული, მენტალური ვარჯიშებია. სადაც მედიტაციები მხოლოდ ერთი შეღება. ბევრი. არის კრია იოგა, არის კარმა იოგა, წეღან ვახსენე, არის ჰაქტი იოგა, გესმის, აი ბევრნაირი იოგებია, რომ ზური ეს ჩაკრები საიდან აი გეტყვი მაგასაც. აი ამდენაირი იოგა არის, იმიტომ რომ ყველანაირი გაჭირვების, მოთხოვნილებების და ასე ვთქვათ, სულიერი განვითარების ადამიანს მოუხდეს. ხო და ადამიანი რაღაცნაირად ცოტა-ცოტა ყველაფერი ალბათ ჯობია რომ დააგემოვნოს. ადრე ყავდა ადამიანს ასე ვთქვათ, მასწავლებელი და ბავშვობიდან ებარა იმ მასწავლებლებს და ის მასწავლებელი მას აი ესე ატარებდა. გურუ რას ნიშნავს, იცი? ხო გსმენია გურუ, ბევრს გქონდა მასწავლებლის ნიშნავს. გურუ არის მეგზური, გურუ არის ის ადამიანი, ვინც მოყვება ბოლომდე, ხო? გურუ, ნათელი ბნელი. გურუ არის ის ადამიანი, რომელიც გაგატარებს ბნელსა და ნათელს შორის, ბეწვის ხიდზე. არც ნათელიდან ბნელისკენ ან ბნელიდან ნათელში და რაღაც ეგეთები. არც თავიდან ბოლოში, არამედ ბეწვის ხიდზე სიარულს გასწავლის. იქითაც შეგეძლოს გადასვლა, აქეთაც შეგეძლოს გადასვლა, რომ მთლიანობაში კონტრასტის ფონზე შენ შეძლო ჭეშმარიტების დანახვა. აი ეს არის გურუს პრეროგატივა. ისიც აქ ნანახი, ისიც აქ ნანახი, რა, კიციც, კიცმაცულიც. ხო და ესეთი მასწავლებელი თავიდანვე, ბავშვობიდანვე ასწავლიდა და სწორ ასე ვთქვათ, ინტერესს უჩენდა ბავშვს, სწორ პრიორიტეტებს უსახავდა, გესმის? და იცოდა რა სჭირდება მას, ფაქტი, კარმა თუ რაჯა თუ ასე შემდეგ რა. დღეს მიდიხარ სკოლაში თუ ბაღში თუ უნივერსიტეტში და უბრალოდ დაფიქრე, რას გვასწავლიან? ვარჯიში და მედიტაცია მხოლოდ ეს ის არ არის რა, რაღაცა სხეულისთვის საკმარისი, რაღაცა შენ თავს პოულობ ალბათ, ხო? მაგ პროცესებში და მაგ აუნთ ნუ მთავარია რა, უნდა მიყვე და რაღაც პონჩი არ უნდა იჩქარ, ბიჭო. მთავარი შეცდომა, რასაც ადამიანი იოგაზე უშვებს, არის ის, რომ მალე უნდა შედეგის მიღება. მალე რაც ის მიღებაც შეიძლება, ეს არის ტრამბო. რეალურად ეგ ჩვენ სფეროშიც ეგრე არის რა. ჩვენთან როეუნები რომ უნდა აწიოს 70 და ეძიძგილავება 100. ანუ მალე არ დაიდება შედეგი. პრაქტიკა ხო გულისხმობს იმას. ჩვენი სხეული როგორი არის? ან შეიძლება იქვე მოვკდეს რა. ხო. ანუ მოთმინება რა. თავი არის მოთმინება სისტემატიურ რეჟიმში დროში გაწელილი ძალისხმევა და არა დროის მოკლე შუალედში უზარმაზარი ძალისხმევა. ეგ არ მიიღება შედეგი. ზური, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი იყავი, ძალიან საინტერესო თემა შევეხეთ ისეთ. უზომოდ საინტერესო იყო. ჩვენ ხო გვაინტერესებდა მე და გიოს. აი ცოტა პირდაღებული გისმენდი, იმდენად საინტერესო იყო. ეხლა დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ ადამიანს და ესეთი სწორი ინფორმაცია რომ შენგან წამოვიდა, ძალიან საინტერესოა. მე მაქვს ესეთი განცდა, რომ ვერც ერთი თემა ვერ ჩავხურეთ და ბევრი კითხვა დარჩა პასუხგამოცემელი, რაც ცუდი არ არის. იმიტომ რომ ვისაც მართლა აინტერესებს და არ უნდა ესე მზამზარეული და თეფსზე მორთმეული, რაც არ არის მაინც და მაინც ძვირფასი, თვითონ მოიძიოს ამ ყველაფერზე პასუხი. თუ რაღაცა ენიშნა, თუ რაღაცა დააკლდა, დღეს არის მაგის საშუალება, რომ გადაშალოს წიგნი და Google-ოს, იქ ChatGPT-ს კითხოს, არ ვიცი, ვინმეს კითხოს, ბოლო-ბოლო მოიძიოს ინფორმაცია.
ჩვენ შევეხეთ ბევრ საინტერესო თემას და ადამიანებს თუ გაუჩნდებათ ინტერესი, აქვთ იმის ყველანაირი შანსი, ყველანაირი შანსი, რომ პასუხები მიიღო. ჩემო მეგობრებო, არ მინდა დამოვიწყდეს, რომ ზურა არის ჩვენი ოქტოპუს ფიტნესის ძალიან დიდი ხნის იოგას ინსტრუქტორი, ძალიან მაგარი. გახსნის დღიდან ოქტოში არის და ოქტოში არის იოგა ზურას შემოტანილი, მე რამდენადაც ვიცი ეგ ინფორმაცია რა. ზური, შენ ხარ გურუ რა, აი ოქტოს გურუ ხარ თავისი იოგის და მთელი იმის ამბავში რა. თქვენ კიდე ჩემო მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ, რომ გამოგვიწეროთ YouTube-ზე და Spotify-ზე და ყოველ ორ კვირაში ერთხელ ელოდოთ ახალ და საინტერესო ეპიზოდებს, ხო? ეპიზოდები, კი ბატონო. კარგად იყავით მეგობრებო, დროებით.